უზბეკი მებრძოლები ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ. 20 სექტემბერს გამა Prison Break-ზე ორ საერთაშორისო ორთაბრძოლას ვიხილავთ. მებრძოლი, რომელმაც ნაირ მელიქიანი დაამარცხა, გიგი ბერიძეს დაუპირისპირდება. გამა საბრძოლო ორგანიზაციაში იმისთვის მოვედი, რომ 70 კილოგრამის ჩემპიონი გავხდე. სამანდარ ენიბაევი ახალქალაქელს 2024 წლის ივლისში დაუპირისპირდა და ახლო ბრძოლაში საჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ნაირ მელიქიანი სხვა ორგანიზაციაში უკვე დავამარცხე. აქაც იგივეს ვაპირებ. ამ მიზნის შესრულებაში ხელის შეშლას გიგი ბერიძე შეეცდება. ჩემთვის აზრი არა აქვს. ვინ დაამარცხა და არც სახელებს არ ვუყურებ, იმის მიუხედავად რომ ჩემს მოწინააღმდეგეს მელიქიანი ყავს დამარცხებული 1 წლის წინ, მაგრამ ჩემთვის ეს არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. სამანდარ ენიბაევი კრივის, უშუსანდასა და მუაიტაის მებრძოლია, რომელსაც არაერთი დიდი საერთაშორისო ტურნირი აქვს მოგებული. 25 წლის უზბეკი მებრძოლი ახლა მუშტიკრივზე გადმოერთო და გამაში შეეცდება მწვერვალების დაპყრობას. გიგი ბერიძე კარგი მებრძოლია, თუმცა მე მასზე ძლიერი ვარ. დაუმარცხებელი ბათუმელი მებრძოლი 70 კილოგრამში სატიტულო ბრძოლას აქტიურად იხმობს. რა გზის გავლაც არ უნდა მომიწიოს კამრამდე, ყველაფერს ჩავდებ ამაში და მთელი გულით შეუტევ კამარს. ვინაიდან ჩემპიონი და კამრის პრეტენდენტიც ამ მომენტში უკვე გამოვლენილია, ბერიძე საჩემპიონო ბრძოლის მიღებამდე კიდევ ერთ საკმაოდ რთულ გამოწვევას მიიღებს. ტურნირი საერთაშორისოა ჩემთვის და საქართველოს დროშით გამოსვლა ჩემთვის უფრო მეტი мотиваციაა და პასუხისმგებლობა. ხვალ პირველ ან მაქსიმუმ მეორე რაუნდში ნოკაუტით მოვიგებ. წინა სამ ბრძოლაში ნოკაუტი ვაჩვენე პირველივე რაუნდში და არც ეს ბრძოლა იქნება გამონაკლისი. ქართულ უზბეკურ დაპირისპირებას უფრო მაღალ ტონაშიც ვიხილავთ. გამას ორგანიზაციაში მხოლოდ ჩემპიონობისთვის ვარ მოსული. გიორგი ქიმაძე ბოკელავაძესთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ საერთაშორისო ბრძოლაში ბრუნდება. კიკბოქსინგში საქართველო არაერთხელ მისახელებია საერთაშორისო ასპარეზზე და ამ შემთხვევაშიც იგივეს ვაფრთხილებ. ჯალათი ასევე საკმაოდ გამოცდილ დავლატბეკ მარიამოვს 93 კილოგრამ კატეგორიაში დაუპირისპირდება. ქიმაძე გამოცდილი მებრძოლია, მაგრამ მე დავამტკიცებ, რომ მასზე უკეთესი ვარ. საკმაოდ გამოცდილი მოწინააღმდეგე მყავს, 93 კილოგრამი საკმაოდ მძიმე წონა, ამიტომ უნდა ელოდოთ ძალიან მაგარ ბრძოლას. ქიმაძისთვის ეს როგორც დიდი გამოწვევა, ამავდროულად დიდი შანსია, რომ წონის სატიტულო ბრძოლაში კიდევ ერთხელ ჩაერთოს. მე გამაში მიზანი მაქვს და რამდენჯერაც არ უნდა დავეცე, იმდენჯერ წარმოვდგები, რათა ამ მიზანს მივაღწიო. 93 კილოგრამში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. ქამარი სლავა მარგიშვილის მფლობელობაშია, რომლის დაუფლებასაც არაერთი ტოპ კონტენდერი უმიზნებს. საინტერესო ბრძოლა იქნება, თუმცა მე მის დროზე ადრე დასრულებას ვაპირებ. წინა ბრძოლაში დაუმარცხდი, ამიტომ ეს ბრძოლა აუცილებლად მოსაგები მაქვს, რომ დავბრუნდე სატიტულო რბოლაში. 20 სექტემბერი 8 საათი გამა Fight Hall გელოდება შენ.